გამარჯობა, მადლობა რომ შემოუერთდით ამ ეთერს. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. გადაცემას, რომლის ფარგლებშიც კვირაში ერთხელ გაცნობთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, გადაცემის კადრებზე კი ზრუნავს ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. მანამ სანამ გადაცემას დავიწყებთ, არ დაგავიწყებთ რომ გამოვყვეთ YouTube-ზე, გამოიწერეთ არხი, სადაც შეგიძლიათ ამ გადაცემის სრული ვერსიები ნახოთ. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ფოტოგრაფი ზაქარია, შეგვიძლია დავიწყოთ. დაკარგე. როგორ ხარ? ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე არის ჩემი გადაცემის სტუმარი. საიდან დავიწყოთ დღევანდელი ინტერვიუ, როგორ გინდა? შეგვიძლია დავიწყოთ ბავშვობიდან, შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი დღიდან, ფოტოგრაფიიდან. აი აქ რომ მოდიოდი ამ ინტერვიუზე, რას ფიქრობდი, საიდან შეიძლებოდა, შეიძლება ეს არც კი ფიქრია, მაგრამ აი საიდან გინდა რომ დღევანდელი გადაცემა გაიხსნას რა ამით. ისა ბევრი ვიფიქრე, სიმართლე გითხრა, სანამ მოვიდოდი, იმიტომ რომ შენი კითხვები, შენი გადაცემები მინახია და ვიცი შენი კითხვების როგორც აკეთებ ხოლმე, რაღაც საინტერესოა, სხვანაირია, სხვა ფორმატია, ძალიან მომწონს. სიმართლე დიდი ხანი არ ვყოფილ ვარ უკვე არავისთან ესე სტუმრად და რაღაც აქ ჩამოვედი, მგონია რომ ცოტა სხვა ზაქარია არის უკვე და ცოტა ავნერვიულდი სანამ მოვდიოდი, იმიტომ რომ მანამდე რაღაცნაირად აღარ მქონდა ეგ ნერვიულობის პროცესი და ეხლა რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს და რაც შეეხება საიდან დავიწყოთ, მე მთლიანად გენდობი, იმიტომ რომ მე პატივისცემ შენს პროფესიონალისტს და ახლა გამოცდილება გაქვს და მადლობა რომ გადაცემის სტუმარი ვარ. პერიქით, მადლობა შენ რომ გვითმობ დროს და მოდი მაშინ ქრონოლოგიურად მივყვეთ და დავიწყოთ შენი წარმომავლობით. სადაური ქართველი ხარ, სად დაიბადე, გაიზარდე და ბავშვობიდან წამოვიდეთ მე უკვე შევეხოთ ფოტოგრაფიას, ამერიკას და ყველაფერს შენს გარშემო. მე დავიბადე ოზურგეთში. მე ვამბობ სულ რომ გურული რო არ ვიყოთ ხო, მაინც აი განსაკუთრებულად მეყვარებოდა, იმიტომ რომ აი რაღაცა სხვანაირ მთელი საქართველო მიყვარს და რადიკალურად განსხვავდება ყველა რეგიონი ერთმანეთისგან და ამიტომ უნიკალურია. მაგრამ აი გურია რაღაცა განსაკუთრებული სითბოა ჩემში და კი, ჩემთვისაც. ხო და ამიტომ გურიაში რო გავჩნდი, მე სულ ამბობდი, მე მყავს დედა ნახევრად ქართველი, ნახევრად ლატვიელია და ამიტომ რაღაცა სულ ფიქრობდი, რომ ალბათ მეთქი ეს ლატვიური ისიც მაქვს მეთქი. ხო, რო ჩქაშქაროთ. ოპერატორი ასწრებს. ქრონომეტრაჟი მოგდევს. ხო და სულ ამბობდი, რომ ალბათ მეთქი იქაური გენებიც მექნება მეთქი და ერთხელ გავაკეთე აი ეს ტესტს რო აკეთებენ რა, სადაური ხარ. ხო, დნმ-ის ტესტი. მისი გორის სახარ დნმ ტესტი როა და იქ აღმოჩნდა, რომ სადღაც 50%-მდე ვარ ქართველი, ოღონდ კონკრეტიკა არ არის და დანარჩენი მაქვს ძალიან დიდი პროცენტი იტალია, საბერძნეთი, ლატვია არის სადღაც 3%. ეს არ ვიცი საიდან და მე სხვათა შორის ვანის მუზეუმში რომ მივედი და რომ ნახე იქაური თვითონ დასავლეთ საქართველოში, ანუ როგორი დიდი კულტურა იყო და ვინც არ არის ნამყოფი აუცილებლად ურჩევ რომ წავიდეს, იმიტომ რომ იქედან სხვანაირი ამაყი გამოდიხარ როგორც ქართველი. და იქ მივხვდი რომ ალბათ მეთქი დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს ყველას რომ გააკეთებიო ეს დნმ-ის ტესტი, ალბათ ძალიან დიდი რაოდენობით იქნება იტალიის და საბერძნეთის რაღაცა წარმომავლობა. ამიტომ ვარ ესე იგი ნახევრად გურული და ნახევრად რა ვიცი ევროპელი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მადლობა რომ გვიყურეთ. შევსდი მეგობრებო, მეგონა რომ მოვიწვიე უეჭველი ქართველი და ყველა ეროვნება გამოდია. მულტიეროვნული სტუმარი მყოლია დღეს. მადლობა რომ გვიყურეთ. წარმატებები. აი კი ბატონო, კარგი, მოდი გავაგრძელოთ 50%-იანი დნმ-ით. რას გიმალავთ? ისე მინდოდა შენს გადაცემაში მოხვედრო, რომ მაგას ვერ მოგიყვებოდი. რო დაგებრაკებ. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. კი ბატონო. ნიკა თუ გლანდები თუ არ უკვე კამერასთან მასალი მითხეთ და ნელა ვიბლი. 50%-იანი დნმ-ით, მაგრამ 100% ქართული სულით, რაც კი, აუცილებლად. და ესე იგი დაიბადე, გაიზარდე ოზურგეთში და როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება? ჩემი ცხოვრება გაგრძელდა ესე, რომ მე ცეკვავდი სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს. აი რა. ესე ძალიან უყვირდა ხოლმე რომ ცეკვავდი, ახაც ცეკვავდი. და ხატავდი და სხვათა შორის. ჯერ მაყურებელმა არ იცის რომ იოგაზე დადიხარ.
ეგ მე ეს ახალია ის. იოგამდეც მივა. დავიწყოთ ქართული ხალხური ცეკვებით, ხო თუ რომელი? კი, ქართული ხალხური ცეკვებით, სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი ცეკვავდი, ასევე მღეროდი, შვიდკაცა ჯემალ ჭელიძეს და რომელიც ასევე გაგიკვირდება და მაგასაც ვაკეთებდი. და ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, მაგრამ სანამ 90-იან წლებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ კიდე შესაბამისად, იმიტომ რომ მამაჩემს ჰქონდა რაღაც თავის ბიზნესები, ყველა ბედნიერი ერთი სიტყვით მეზობლებით, ყველა მდიდარი, ყველა ბედნიერი იყო. საბოლოო ჯამში მე მოხდა ისე, რომ ყველაფერი აირია, ყველაფერი დაკარგა და მამაჩემს გამოუჩნდა სამსახური სამხედრო მიმართულებით, იმიტომ რომ მაშინ იყო რომ აი გადარჩენაზე იყო ხალხი და მე მახსოვს ეგ აი ის რაღაცა ბუნდოვნად კარგი პერიოდი და მე უცებ აი ყველაზე გარდატეხის პერიოდი როცა ეწყება ადამიანს და მაშინ გჭირდება რაღაცა სახელმწიფოს ხარდაჭერას თუ მეზობლის თუ ნათესავის ნებისმიერი რამ და ნუ წარმოიდგინე ხა ვინც ჩემი თავის ხა 51 წლის ვარ, ვინც ჩემი თავის არის, ყველას ახსოვს ის საშინელი პერიოდი. და მამა წავიდა სამხედრო მიმართულებით, ეს იყო სასაზღვრო ჯარები, რასაც დედა შეუერთდა თავის პროფესიით ასევე წავიდა და გავიზარდე მთელი ჩემი შეგნებული პერიოდი ცხოვრების მახსოვს სამხედრო ფორმები. აჰა. და სხვათა შორის სულ ანუ ჩემი გარდერობი ეს რაც მაქვს ხა გარდერობი ძირითადად დომინანტი ფერები არის ყავისფერი, ჩალისფერი, მწვანე და სულ ფიქრობდი რომ რატო ხო აი დღესაც წაო ჯარის ანუ აი რაც არ უნდა წავიდე და ავარჩიო ტანსაცმელი აუცილებლად ბოლოს მიდივარ ამ ფერთა გამო და რატო მთელი ჩემი ბავშვობის მანძილზე რასაც ვხედავდი იყო ეს დომინანტი სამხედრო ფერები რაც მძულდა იმიტომ რომ ძირითადად სამხედროების შვილობა არ არის მარტივი, ეხლა ვინც არის და ვის ზოგადად ფორმიანი შვილობა არ არის მარტივი, იმიტომ რომ შენ როგორც შვილი გადასახედიდან არის რთული, იმიტომ რომ სულ სადღაც არიან და არასოდეს გრაფიკი არ აქვს ესე როგორც სხვა ოჯახის წევრები, ან უბრალოდ სხვა პროფესიებს, რომ დილით წავიდა და საღამოს დაბრუნდა, მიდიხარ, სად მიდიხარ არ იცი, რამდენი ხნით მიდიხარ არ იცი და სულ რაღაცა ბავშვი როცა ხარ, სულ გენატრება, მაგრამ როცა იზრდები, აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ესეთი ადამიანების შვილი, იმიტომ რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნის წინაშე და რაღაცნაირ სიამაყეც გაქვს, მაგრამ ეს ფორმა, რომელსაც მუდმივად ხედავდი და გეზიზღებოდა, იმიტომ რომ ფორმა ფაქტურად რაღაცნაირად გართმევდა მშობელს, ხო რაღაც პერიოდი. მე მივხვდი რომ დიდ ასაკში ესე თქვა დალექილი ფერებია, რომელიც დღეს ყველაზე საყვარელი ფერებია ჩემთვის. სხვათა შორის ძალიან ბევრი რამ მაქვს ფორმის რომელსაც ვყიდულობ ხოლმე მეორადებში, იმიტომ რომ რაღაცა აი იმ პერიოდს მახსენებს, მამას მახსენებს. მე მოხდა ეგრე რომ ჯარში წავედი, იმიტომ რომ მითხრეს რომ ინგლისურს თუ ვისწავლიდი, მე ამერიკაში გააგზავნნენ, ეს იყო ფოთში უკვე ვიყავი სადღაც ალბათ აი მე-9 კლასში. ჩვენ ძალიან ბევრ ქალაქში ვიცხოვრეთ, იმიტომ რომ სამხედრო შვილობა კიდე ის არის, სადაც გააგზავნიან მშობელს, იქ მიდიხარ და ანუ ხან სათხარ, მაგრამ იცი როგორ არის სკოლას გამოიწვიდი შენ. კი, ძალიან ბევრი სკოლა, უამრავი საოცარი ადამიანები გავიცანი. თავიდან მქონდა სტრესი, იმიტომ რომ პირველი დაწყებითებს რომ მომგლიჯეს, ესე ვთქვათ, და არ ვიყავი ამისთვის მზად, იმიტომ რომ მე თან ყურო ვარ და ძალიან სტაბილურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს ზოდიაქოს დავაბრალე ხა და მე მეგონა რომ ეს მუდმივად გლეჯვა და მუდმივად აი მონატრება თან მაშინ ხო არ გქონდა ჩვენ ანუ იყო ხოლმე მახსოვს რომ წერილებს უგზავნით ერთმანეთს რომ ხა ტელეფონი არ იყო არაფერი რომ მომეკითხა პირობიდან. ეხლა ძალიან მარტივია ჩართე და აქვეა ყველა რა. და მაშინ არ იყო ესე და სულ აი მონატრების ამბავი იყო და თან ეხლა რო გითხრა რომ საშუალება იმისი იყო რომ წავედი და ყოველ კვირა ჩავდიოდი თბილისიდან გურიაში და რაღაც ეგრე არ ხდებოდა. ეს გურული ბაღანა მოგწყვიტეს რაღაცა მწვანე ბუნებას და კი და აი ბეტონებში გადახდა. კი და თბილისში პირველი იყო თბილისში და იმ დღეს ვამბობდი კიდეც რა შენს გეუბნებოდი რომ აი მეთქი ბულინგი რა იყო მეთქი არ ვიცოდით იმიტომ რომ აი საუბრის ეხა ძალიან მოდური გახდა დღეს თბილისში ხო რომ უყურებ ადამიანები ვინც კილოზე საუბრობს გახდა მოდური და მაშინ ეს არ იყო მოდური და ეხა ჩემი ასაკის ბავშვები რომელიც ჩემს კილოზე იცინოდნენ და მე საერთოდ ვერ ვიგებდი ამ თბილისურ საუბარს იმიტომ რომ არ ვიცი მაგრამ მე იცავს ვფიქრობ რომ იმათმა ბულინგიც არ იცოდნენ ხა პატარა ასაკში ბავშვმა რა იცის რა არის ბულინგი უბრალოდ მას ეცინებოდა რაღაცა სხვა ესმოდა ალბათ და ეს ალბათ ოჯახებიდან უნდა მოდიოდეს რომ ეგეთ რამე არ ხდებოდეს თორე ეხა რომ დავფიქრდი ბავშვები რა შუაში არიან კაცო რატომ აბულინგი საერთოდ არ იცოდნენ რა იყო უბრალოდ რაღაცა ისე საუბრობდი რომ ისინი იმათ ეცინებოდა და ჯიგრები არიან აბა მეც მეცინებოდა იმიტომ რომ არ მისმოდა რას მიყვებოდი კი ბატონო მე წავედი ჯარში დავწერე რომ აი ძალიან მინდა და რაღაცა და აღმოჩნდი წელიწად ნახევარი ვიყავი შევარდნაძის დრო იყო სხვათა შორის
ნუ იქაც ეხა სხვათა შორის მაშინ ჯარი იყო ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული საშინელება იყო, აი როგორი იყო, იცი, აი ფორმით რომ მოვდიოდი ქუჩაში, ხალხი იწყებდა ტირს და სახის ხოკვას, აი ეს მე მახსოვს ერთი ქალი რომ აი ეს შემოიტყა შვილო, ეს რა დაგემართავა, ეთყობა შემშობლებს, არა აქვს საშუალება ჯარში ვინ გაგიშვაოთ, ანუ ესე რომ შემოხედავ ადამიანს გავყარო და სწორად გაცვიაო, იმიტომ რომ ამ დროს თესეუს სამართალს ხელი კარი და არა და მე მინდა ჯარში რაღაც ამერიკაში. იმის გამო რომ ამერიკაში ხო, ესე ვფიქრობდი, რა ვიცი, რატო ფიქრობდი, არ ვიცი ესე, მაგრამ ეთყობა ქოცნობიერში მაშინაც იყო რომ აი დღეს აქ ჩამოვსულიყავ და აი რაღაცა მაშინ ჯერ კიდევ არ გჯეროდა რომ ეს ვინმე დაგარტყავდა და ამერიკაში გაგაფრენდა ფიქრობდი რომ აუცილებელი იყო რომ რაღაც მსხვერპლი გაგეღო ამ შემთხვევაში ინგლისური სწავლით და ისე წამოხვიდა ხო აი რაღაცა სხვანაირად წარმომედგინე თან ახლა ხო ხდები აი სამხედროს შვილი რო ხარ სამხედროების ოჯახში რაღაცა ვიფიქრე რომ ეს სხვანაირი ბიძგი არ ვიცი რას ვფიქრობდი მართლა არ ვიცი მაგრამ სიგიჟე კი იყო მაგრამ ერთი რამე არის ახლა ჯარში მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ახაც ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ანუ სხვა რამებს სწავლობ რა სწავლობ ქვეყანას სხვანაირად სხვა პატივისცემას ქვეყნის მიმართ ერთმანეთის მიმართ ჯერ მე ჩემი თავი გამოცადე და ისეთი რაღაცები ვისწავლე დამოუკიდებლად იმიტომ რომ რთულ პირობებში ხა მასეც რთულ პირობებში არ უნდა აღმოაჩინო ადამიანი მაგრამ ნუ მე გადავრჩი და გავძლიერდი და სხვა ადამიანი წამოვედი იქიდან. მაშინდელი ჯარი როგორი იყო? მაშინდელი ჯარი იყო საოცარი, არ იყო ბანჯარა იმას კაზარმაზე, არ იყო ცხელი წყალი, საერთოდ მე არ მახსოვს ცხელი წყალი იქ. აი რაღაცა ის რაპირები რო არის, იმითი აი ეს სულ მე თან არ ვიყავი ხა მიჩვეული მიუხედავად იმისა გაჭირვების თუ რაღაცა, მაინც ისეთ კომფორტულ ოჯახში ვიყავი და ეს პირველად რაღაცა უნდა ჩავსულიყავი 100 მეთაურზოდ და წვერი უნდა გამეპარსა ამ ცივით და მახსოვს აი დაჩეხილი აი ეს ვასხავდი სისხლებს და ჩავედი და რო გავხედე რომ უმეტესობას ეგრე ქონდა მივხვდი რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავ და ეს ცივი წყლით ვანაობდი ყოველ კი ცივი წყალი იყო არ იყო მაგრამ მე იცი არის დაგინდა ეხა ცივი წყალში ვანაობენ ეხა მოდური მაგას არ ვამბობ კილო მოდური გახდა ცივი წყალი მოდური გახდა მე ამას როდის ვაკეთებდი რომელ წელს ძველი სვეტი ზუსტად. კი ბატონო, დამთავრდა ჯარი, მოხვდი მე ჯარიდან ამერიკაში თუ არა, რა ამერიკაში. არა, ხო, აი ამერიკაში მოხვედრისთვის ტყუილად, მაგრამ ისე ალბათ არა ტყუილად, იმიტომ რომ მართლა სხვა ადამიანი გამოვედი იქიდან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე აღარ მინდოდა გაგრძელება, იქ თავაზობდნენ რომ მიგრძელებია ჯარში, იმიტომ რომ მეუბნებოდა რომ კარგი მონაცემები გაქვს. 100 მეთაური მეუბნება და ესე. ესეო წერა იციო, კარგათო, ვიზუალი გაქვს, რაღაცაო, მაგრამ უბრალოდ აი რომ მოდიხარ ბატივით სიარული იციო. აი ეგ აქვს ერთი პრობლემა, მაგრამ ფორმაო გიხდებაო და იქნებ გააგრძელო და მეოთხე არა შეიჭერები, არ მინდა მეთქი ესე ბატივით ვიბნე, მაგრამ მანდ არ მინდა. ჯარი რომ დავამთავრე, მე აღმოჩნდი გერმანიაში. გერმანიაში აღმოჩნდი ოპერ პროგრამით. დიდარ ოჯახში ორ ბავშვთან. ძალიან საინტერესო კონტრასტული ცხოვრებაა ჩემს რაშუა შეის იმასთან. ნიკა, რამდენი წუთია რაც წვერთ გადაცემას? 20 წუთია და უკვე რამდენი პროფესია გაგვაცა კიდე წინ რამდენი გველის ალბათ რაც კი გაგიკეთებია ცხოვრებაში პროფესიული თვალსაზრისით. ხო, ავედი გერმანიაში ჩავფრინდი და სხვათა შორის არა, ჯერ ჩავფრინდი ამსტერდამში პირველად, უშუქო საქართველოსთან. ნახე ადამიანები, რომელსაც ეცვა ფერადი ტანსაცმელი. განსაკუთრებით ნახე ვიღაც კაცი მოდიოდა, რომელსაც წითელი შარვალიც და შოქში ჩავარდი, რომ მეთქი, ანუ, იმიტომ რომ ტელევიზორში ეხა შეიძლება იყო ფერადი ტანსაცმელი ხალხი არ მყავდა ნანა. ხო და აუ კიდე მაგარი ამბავი მაქვს რომ მამა ჩემა ერთხელ თურქეთში თუ სადღაც ბიზნესები ქონდა და ჩამოიტანა ბანანი. ნუ 5 წელი ბანანი როგორც არის და ესე იგი ისე მომწონდა ეს ბანანი რო ქონდა, იცი რა ვქენი, შევინახეთ ნაზე რა ქვია, შევინახეთ და დავყავ, იმიტომ რომ ყველა საჩვენო რომ ბანანი ქონდა. გერმანიაში იყო ძალიან სასაცილო. კარები იღებოდა თავისით. ჩვენ წარმოგიდგენია ეს რა იყო სახლის კარი ვიღებოდა თავის და მე მეგონა რომ მემცნობდა იცი შენ დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს მიკარების დროს იღებოდა ამ დროს თურმე ყველაზე იღებდა მერე იყო დიდი შოკი მქონდა რომ ის ჩვენ ხო გაყვანილობა ეხლა ისინი რა ქვია ბოძები როგორიც მქონდა ხო იცი ელექტროის და ძალიან დიდი ხანი ვარკვევდი რომ სახლებში შუქი საიდან შედიოდა და გაზი არ იყო კაბელები არის დაცის გერმანული ვიცოდი რომ ამ ახსნა ხალხს მეკითხე ჩემი გაოგნება რომ აი როგორ გავწახში შუქი აი მე ძალიან მაგარი იყო იმიტომ რომ შუქიც იმ პერიოდში იყო საინტერესო საქართველოში რომ
ბიძაჭემს ჰქონდა გესზე წყალი, რაღაცა პატარა წყალი მოდიოდა. ამაზე იყო შეერთებული რაღაცა გესი სოფელში და მაშინ კასანდრა გადიოდა ხოლმე და იმაში რა ქვია, ეზოში იდო, აი ამ ხელა ტელევიზორი, აი რას ხედავდა ეს ხალხი არ ვიცი. ამ ხელა ტელევიზორი და ესე იყო ხის ისინი გადებული, მთელი სოფელი მოდიოდა ხოლმე კასანდრას საყურებლად რა და უცებ ხა წარმოიდგინე, ეს იყო შუქი რა, რაც მე და აქ უცებ არ არის და სახლში ანუ აი ამ ხელა ტექნიკა ის ყველაფერი მუშაობს და გაოგნებული ვიყავი და მერე სარეცხი მანქანა იცი რა მახსოვს? სარეცხი მანქანა მახსოვს, რომ ესეთი მრგვალი იყო. ამაში რო ყრიდი, ესე ტრიალებდა და მერე ქონდა ორი ესეთი რაღაცა და ამაში უნდა გაისაქნა, რა ქვია, ჩაგედო თავი და ესე გაწურავდი. ანუ ეგ იყო ის. აი ესეც მეუბნებენ იქ რო ჩავედი გერმანიაში. ერთ ოთახში შემიშვეს და მითხრეს, რომ აქ არის სარეცხი მანქანები და საშრობები. და ნუ ეხა ამდენი პულტი და ამდენი რაღაცა და აი ძალიან დიდი ხანი მერე იმ გოგომ გაიხაროს, დამხმარე გოგო იყო ოჯახის და იმან მიხვდა, რომ აი ალბათ ისე უყურებდი ამას გაოგნებული სახით, რომ პირველად ნახე ჩემს ცხოვრებაში და გადაწყვიტა, რომ კაიო, მე ვიზაო, შენ მოიტანე ხოლმეო და მერე ძლივს ვისწავლე. შეჯუნგლო. აი ზუსტად, საიდან ჩამოხვედი რაღაცა. ხო და ნუ მანდ ვიყავი ორ ბავშვთან, რომელსაც ესე იგი, ეხა ჩემი გამოცდილებები კიდე არის ერთი მიმართულება, ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები და ეს ბავშვი იყო, რომელსაც ჰქონდა იმპლანტი თავში, ის გაჩნდა არ ესმოდა, მერე გაუკეთდა ოპერაცია და სხვათა შორის გერმანია საოცარი ქვეყანა, რომ 3 წლამდე ნებისმიერი რამ რაც არ უნდა სჭირდეს ბავშვს სახელმწიფო იღებს თავის თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირიანი ოპერაციაა და ჩაუსვეს იმპლანტი, ანუ ესე იგი, როდესაც ხსნიდი ამ არ ვიცი ზუსტად სახელი ხა ქართულად როგორ ქვია, რომ ხსნიდი მაშინ აღარ ესმოდა ხოლმე რა და ამის გამო ქონდა ხოლმე ძალიან დიდი სტრესი, ბანაობის დროს მაგალითად ან შემდეგ. და ნუ მასთან ერთად მე მიწევდა სპეცსკოლაში. ეს იყო გაუცნობიერებელი ჩემი მდგომარეობა, იმიტომ რომ ანუ უცებ ჩავედი ორი ბავშვი, 2 წლის, 4 წლის, პამპერსი ეცვა ერთს და ანუ აი წარმოგიდგენთ პამპერსის გამოცვლა რაღაცა და ანუ ძალიან ის სტრესული იყო ნამდვილად, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ჯერ ორი ბავშვის. საქართველოში გოგონა რო ეგ დაავადება საერთოდ არც არსებობდა. რა თქმა უნდა და აი როგორ უფრთხილდებოდნენ, როგორ უვლიდნენ სპეციალური ბაღები, სპეციალური სკოლები, აი შიშიმ პირების ამბავი და ეს მიმართულება, ნუ როგორი განვითარებული იყო, რომელსაც მაშინაც მე არც მყავდა მსგავსი ტიპის ბავშვები ნანახი. ეთრით მოსარგებლეები არ მყავდა თბილისში და საქართველოში ნანახი, იმიტომ რომ ეხლა და ეხლა ნელ-ნელა გამოდის ეს ადამიანები, თორე ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე მალავს ამ მდგომარეობას და ასე შემდეგ. სიტყვა უჩინარი ნამდვილად მაშინ კი და მაშინ ხო საერთოდ, ანუ მე მეგონა რომ აი ისეთი და მე უკვე რო გავიზარდე და ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა და რო აღმოვაჩინე სტატისტიკა რა არის საქართველოსი, რომ სადღაც ხა არ მინდა შევსწრე, მაგრამ 160,000 შიშიმ პირი გყავს და ასე შემდეგ, რომელიც ვერავინ ვერ ხედავს ამ ადამიანებს, არა ადაპტირებულია ყველაფერი, ანუ როგორ უნდა გამოვიდნენ, ხა მაგაზეც შეიძლება ვერ ვისაუბროთ, რომ როგორ უნდა გამოვიდნენ. თუმცა ყველა ქვეყანა, ხა ამერიკასაც ჰქონდა ეგ პრობლემა და ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება, მათ შორის საქართველოშიც, ნამდვილად ვითარდება. საბოლოო ჯამში მე დავბრუნდი საქართველოში, იქ იყო კიდე რაღაც ჩემი პირადი ურთიერთობები, ბევრი სკანდალები და დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე მუშაობა მიმტანად. აჰა. ეხლა რო უნდათ ხოლმე იმ დღეს ეხლა ჩემი პატარა ძმას ვეუბნებოდი რა, რომ იმ დღეს რო უნდათ ხელფასი. ესე იგი 3 თვე დავდიოდი, არ ვიცოდი ამიყვანდნენ თუ არა, სწავლობდით უფასოდ. და მე კიდე რამდენი ხანი იმუშავებოდი და მაშინ ხელფასი რა მქონდა, იცი? 10 ლარი. აჰა. ძალიანაც კარგი რომ ეხა მაშინვე ითხოვენ, იმიტომ რომ შენ მაშინ ეგეთი სიტუაცია იყო და ვიცი როგორ არის, სწავლობდით და ანუ მე არ ვიცი ეხა პირდაპირ უცოდინარი არასოდეს არ მიქნია, ეგ რომ სადმე მივიდე, არაფერი არ ვიცი და იმ წამსვე დამინიშნე და იმ წამსვე რაღაცა მქონდეს. ნაგერ ამერიკაში ხო ხედავ რომ ტრენინგშიც ეგრევე პირველივე დღეს იღებ თანხას. ხო, ტრეინინგში იღებ თანხას, მართალი ხარ ის. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგობრებო არასდროს არ გამუშავებენ ესე უფასოდ, თუნდაც იყოს სტაჟიორი და იწყებდეს სამსახურს ტრენინგშიც გიხდიან თანხა. შეიძლება ეს იყოს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ მაინც გიხდიან შენი ხარჯების გასტობრებას მაინც. ხო, მე არ გადამიხადე სიტყვა გულს წვედა. კარგავ დროს და პირველივე წუთში თანხდებით ამაზე. შემდეგ. ხო. და მანდ რო დავიწყე მუშაობა და რო ამიყვანეს, ჩემ ძალიან დიდ სამეგობროს ძალიან არ უნდოდა თქმა მე სად მუშაობდი. ეს ეხავდი. ჩემთვის იცი რა იყო, მე ვგიჟდები ადამიანებზე. ყოველდღე ახალი ადამიანები შემოდიოდნენ. აი ეს ემოცია. მე როცა იცი ეს სფერო, ეს არის ინტელექტუალური საქმე ჩემთვის რა. კიდე ძალიან მაგარი იყო, რომ ტიპსებს ჩვენ ხო ჩაივიეს ვეძახდით საქართველოში რა. და ერთი ჩემი მეგობარი ხარ ამას რომ მოისმენს, მე ძალიან მცემს მაგის გამო. დადიოდა და ჩაის უკვეთავდა ხოლმე. თურმე ეგონა.
და ბერსეგონა რომ ჩაის თუ დალებდა ის ფული იყო ჩაი და ჩაის. სუპიკროდი გაწევდა სოვენ ამ ჩაი. აი ამ პერიოდიდან ვარ ხალხო რა უცნაურია უცხოპლანეტელი მგონია ჩემთან მაგარია თუ ჩაი საქველმოქმედო ხო და ნუ რაღაცა იმიტომ რომ რაღაცა ისეც რო შეჭამ და უცებ ჩაი 5 ჩაი 4 და ბჭო რო ფიქრობ რომ ჩაი რატო გინდა ეს ჩაი აი რაღაცა მაპატია მეც ვერ დავლაშო რაღაცა არის კი ბატონო მე შეზე რაღაცები მოვიძიე და როცა მითხარი რომ ვიყავი მიმტანიო არ გეგონოს რომ გამიკვირდა ხო ესე იგი არ ვიცი მართალია თუ არა შენ უნდა დამიდასტურო როგორც გავიგე იყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი მიმტანი და ბადრი პატარკაციშვილისთვისაც გიშლია სუფრები არის თუ არა ეს მართალი და თუ კი მაშინ რა გამოცდილებები მიიღე ამით თუ მოიწია იგი ბოლოს ოხ შენმა მეგობრებმა მითხრეს ეს რა არის ხო მაგიტო ვამბობ რომ ჩვენ რაღაცა ის თაობა რომელიც მაშინ ერთად მოვდიოდით ძალიან საინტერესო ადამიანებთან გვიწევდა მუშაობა და ეს მართლა კი ნამდვილად ესეა ბათუმში ამ შემთხვევაში იმ რესტორანში სადაც მე მუშაობდი სადაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე ჩვენი მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელთანაც მიწევდა პირადი ურთიერთობა იყო და ეგ საკმაოდ ერთი ანუ მანამდეც მქონდა მე სხვადასხვა ობიექტებზე მასთან შეხების საშუალება და მე უკვე ბათუმში ძალიან ხშირი იყო ბადრისთანაც კი ძალიან ხშირი იყო ბადრისთან მე სამწუხაროდ იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას და სამწუხაროდ მე მის 40-ს ვიმუშავეთ და იმიტომ რომ ეს ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა და მე ბადრისთან მქონდა კიდე გამოცდილება რომ მე მუშაობდი მთაწმინდის პარკში თავიდან რომ გაიხსნა მთაწმინდის პარკი და იქ ვიყავი ანიმატორი და ეგ იყო აი კიდე ახალი პროფესია ნიკოშ რომელ წოდზე ვართ ეგ იყო საოცარი გამოცდილება იქ მეცვა ლომის ფორმა და ნუ ეგ იყო დღესასწაული მართლა მე არ ვიცი იმდენი მთაწმინდის პარკი რო გაიხსნა იმ პერიოდში პარკი რო გაიხსნა და ეს იყო აი არ ვიცი მართლა ესეთი ჟეტონები გქონდა ყველაფერი გქონდა უფასოდ ადამიანებს არ უნდა ცოდნა და ვინ ვიყავით ეს ცხოველების ფორმაში მაშინ პირველი ანიმატორის ფორმები ანუ არ ვიცი საქართველოს სად იყო ჩვენ გვეცვა და ყავდა ასისტენტები დამხმარეები და ნუ აი რო გამოდიოდი სცენაზე და ამდენი ბავშვი რო გვათრევდა ესე და გვცემდა და რაღაცა მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ზოგადად კონსპირაციული ამბები ხო არ გამოგიტანია და გაგიგია ან სააკაშვილთან მიმტანობის პერიოდში ან სააკაშვილთან მიმტანობის პერიოდზე დიდად არ ვსაუბრობ ხოლმე იმიტომ რომ ჯერ ერთი არ მაქვს უფლება რომ ვისაუბრო და მეორე არც მინდა მაგრამ შემიძლია ერთი რამე გითხრა რომ ყველა ის შეხვედრა რაც მას ჰქონდა რაზეც მე მომისმენია იმიტომ რომ ხო ყური მიმტანებს ხო იცი ესე აქ ხოლმე რომ ყური მიგდია იქ და რაღაც აქ მაგრამ ჩემი ყური მანდარი რაც კი მომისმენია და რაც მე იქ მინახავს ჩემი გამოცდილებით იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს ხა რომ კეთილის სრულები და ბოროტის სრულები როგორც არის მე იწყება ხოლმე ლანძღვას მაგრამ ჩემი გამოცდილება არის რომ მას იგიჟებდა უყარს საქართველო და მარტო ანუ ძირითადი ამბავი ნებისმიერ თან ეხა მე ძალიან დიდი ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა ისეთ საკმაოდ ცნობილებთან რომ სახელები და გვარები ვერ ვიტყვი და იყო მუდმივად საქართველოში ეს საქართველების დაბრუნება სხვათა შორის აი თუ კი სადმე ვინმე ქართველი იყო წარმატებული და რაღაცა დაბრუნებული იყვნენ და ყველანაირ პირობაში შეექმნა და ასე ანუ ეს არის ჩემი გამოცდილება დანარჩენი ესე ჭამდა ესე სვავდა და რაღაც არის ბოდვა იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებებს გავსი არაფერი არ ყოფილა პირიქით მე ძალიან რაღაცა და ყველაზე მთავარი არის რომ ჩემთვის არ მქონია ის მომენტი რომ პირველ პირთან როდესაც გიწევს ეს ახლო ურთიერთობა ამას მე ძალიან ვაფასებ და მე ვთვლი რომ ეს რაღაცნაირი მიღწევაც არის ადამიანისთვის იმიტომ რომ იწყებ ნულიდან საერთოდ მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვფიქრობ რომ ჯარისკაცი რომელიც ოცნებობს გენერლობაზე ეგ არის ძალიან სწორი ამბიცია იმიტომ რომ შესაძლებელი ამბიციაა რომ ჯარისკაცი შეუძლია გახდეს გენერალი მაგრამ პირდაპირ გავახილოთ თავი და გენერლობა მინდა უკვე მგონია რომ საფუძვლის გარეშე არის ეს შენი ამბიცია და თორე უამბიციო ადამიანი ალბათ მგონია რომ არ არის საინტერესო უნდა კონდეს ყველას მოვლიეთ მიმტანობა რა ხდება შენ არა არ მოვლიეთ ნახე მიმტანობაო შევწყვიტე უკვე იმიტომ რომ უკვე ხა მართლა ჩემ რესტორანს თუ გავხსნიდი და ზოგადად ამ სისტემაში დიდი ხანი თუ მუშაობ იმდენად კარგად იცი რომ მაშინ ნამდვილად არ გახსნი რესტორანი სულ მაგაზე მეცინება ხოლმე რომ ვინც რესტორანს ხსნის ეტყობა არ იცის მე სისტემა რამდენად შრომატევადია და რამდენი ფინანსებია ჩასადები თავიდან წლების მანძილზე რომ მე ის მიიღო რაც გინდა უცებ ჩნდება ორგანიზაცია რომელმაც გადაწყვიტა რომ გაეხსნა ერეკლე მეორეზე იყო
იყო ესეთი კვების ობიექტი, სადაც უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები და სჭირდებოდა ტრენერი, რომ ეს ახალგაზრდები დაეტრეინინგებია მიმტანად, ბარმენად და მზარეულის დამხმარეებად. მე არ ვიცოდი ვიზე იყო საუბარი. მე აღმოჩნდა რომ ესენი იყვნენ ბავშვთა სახლში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც 18 წლამდე, როცა ისინი არიან ბავშვთა სახლში, მერე უკვე ტოვებენ ბავშვთა სახლს და სახელმწიფო ეუბნება, რომ აი ხა თქვენ თავს თქვენ მიხედეთ. და ეს ორგანიზაცია თვლიდა, რომ ჩვენთან თეორია პლუს პრაქტიკა, ეგეთი გამოცდილება არ იყო და ეს ძალიან ევროპული და გერმანული მეთოდია და ეს იქნებოდა საჭირო და ეს გააძლიერებდა ამ ახალგაზრდებს, პლუს კიდე პროფესიას ისწავლიდნენ, დასაქმდებოდნენ და 18 წლის უკვე მათთვის განაჩენი არ იქნებოდა, რომ ბავშვთა სახლიდან წავედი და უირავქნა. აღმოჩნდი ამ ორგანიზაციაში, აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში და მაგათთან მომიწევდა ტრენერად მუშაობა. სიმართლე გითხრა, ის დაგროვილი ცოდნას თუ ესე გავაზიარებდი, ადამიანებს გაუზიარებდი, ეს ძალიან გამაბედნიერებდა, მაგრამ ეს რომ ესეთი რთული იქნებოდა, არ ველოდი, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო ეს ძალიან რთული იყო. გამოვიდა სადღაც 15 წელი, მანამ სანამ საქართველოს არ მიიღო საოცარი კანონი, საოცარი რა თქმა უნდა ბჭყალებში ეს არის აგენტების კანონი და ჩვენ შარშან წინ დაიხურა ეს ორგანიზაცია და სულ ფიქრობ მაგაზე, რომ ეს ახალგაზრდები ხო დარჩა, ეს პრობლემა ხო დარჩა და მარტო ჩვენ არასამთავრობოს კი არ შეეშალა ხელი ამით, შეეშალა უამრავ არასამთავრობოს, რომელიც მუშაობს შეშინოპირებთან, რომელიც მუშაობს მოხუცებთან და ნუ ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაჭვის რაღაცა ნაწილები, რომელიც ქვეყნისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ძირითადად უმრავლესობას მოუწია დახურვა ამ კანონის გამო. ჩავხურეთ არასამთავრობო, რა ხდება შემდეგ? წყალი ხო არ გინდა? მე აგერ ჯებდის არც კითხებსა, მაგრამ მისმენ ვარ, ჯერ ხიზლდები დილის საათებია და შენ დადექი და ილაპარაკე. მე თან იმაზე ნერვიულობ, ნიკაზე ნერვიულობ, მგონია რომ ვიღაცას დავიჭი. არა, ნიკა მიჩეულია. ნიკა გიждდება უკუსვიცია. ოკეი, ანუ ესე იგი მე მოხდა ეგეთი რაღაც, რომ აი ამ ორგანიზაციასთან მუშაობის დროს და უკვე ეს გამოცდილება რაღაცნაირად ავიჩემი აუტისტური სპექტრი. აი ძალიან მომინდა აუტისტური სპექტრის სწავლა და უფრო მეტად გარკვევა ამ ამბავში. არ ვიცი, ანუ ხო გეუბნება, წინაგრძნობებია ხოლმე, რომელიც არ ვიცი, ეს სახელს ვერ ვარქვი, მაგრამ ესე აღმოჩნდა და ესე სამყაროს ესმის, მადლობა ამისთვის, ჩემი ძალიან ესმის და ესე გაიგო და მე აღმოჩნდი ერთ-ერთ საოცარ ადამიანთან ოჯახში 5 წლის მანძილზე. მაშინ აღმოჩნდი მე ამერიკაში და საოცარ ადამიანთან მუშაობ 5 წელი. მე მქონდა მანამდე ვიზა, კი, ვიყავი ნამყოფი, მე დავბრუნდი საქართველოში და მე უკვე აი ამ თემასთან დაკავშირებით მომიწია წამოსვლა, როგორც მის დამხმარე ასისტენტი და ჩვენ ლუკასთან ერთად დავდიოდით სპეციალურ სკოლაში აქ, დავდიოდით თერაპიებზე და მეც ნელ-ნელა ვერ ყვეოდი ამ ამბავში რა არის აუტისტური სპექტრი. იმიტომ რომ ჯერ კიდე მაშინ, როდესაც ავიჩემე რომ მინდა ამით დავკავდე და მინდა ეს ვისწავლო, სტატისტიკებს ვეცნობოდი და რაღაცნაირად ხედავდი რომ ეს შესანიშნავი ადამიანებით მეტი და მეტი იქნება მალე სამყაროში და ამიტომ რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა თუ თანამშრომლობა რომ ვისწავლოთ, ვიფიქრე რომ თან საქართველოს მე ძალიან მიყვარს საქართველოს და ყველაფერი ვიფიქრე მოვახმარ იქაურობას თქო და სიმართლე გითხრა ნებისმიერ რამ რაც კი სადმე მისწავლია და გამოცდილება მიმიღე, ყველაფერი მინდა ხოლმე რომ იქ მოვახმარო საქართველოს და ეს საქართველოს. ესე იგი 5 წლის მანძილზე მომიწია მასთან ყოფნა. რადიკალურად შემცვალა მე თვითონ, იმიტომ რომ ისეთი რამეები დამანახა საკუთარ თავში, რაც მანამდე სტრესავდა და არ ვიცოდი რა იყო ეს ყველაფერი და აი მე თან ისეთი ვარ, არასტაბილური ვარ, დაგეგმარებაშიც არასტაბილური ვარ და მუდმივად, ანუ თვითონ აი პროცესიც ჩემი ცხოვრების არის აი როგონია რომ რა არის მთავარი სურვილი შენი ვიყო სტაბილურობაში და აღმოჩნდა რომ საერთოდ არ არის ეგ რა საერთოდ არ მაინტერესებს ეგ. ამიტომ ბევრი დეტალები მასწავლა ლუკამ და მადლობა მას ამისთვის და სხვათა შორის დღეს რომ მე ამერიკაში ვარ ესეც არის მისი მშობლების დამსახურება, იმიტომ რომ ძალიან დამიდგნენ გვერდში რომ აქ ვარ დღეს. სხვათა შორის ლუკას დამსახურება, ასევე მე რო დღეს ფოტოგრაფი ვარ, იმიტომ რომ იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი და იმდენი რამ დამიგროვდა დასამახსოვრებელი
მაშინ დავიწყე მე კამერით სიარული და როგორც იქნა, მივედით იმ პროფესიაზე, რითაც წარგადგინე. და ეხა უკვე ნახე როგორ აეწყო, ესე იგი ბავშვები, მერე იყო ეს გამოცდილება, მერე მთელი ეს გამოცდილებები დააგროვდა ადამიანები, პლუს ამ როდესაც მიმტანა და ამ სფეროში მუშაობდი, ძალიან მაგარი ადამიანები გავიცანი და ჩემი სტუმრები იყვნენ და მერე მეგობრები გახდნენ და კამერით რო უკვე გამოვჩნდი, კიდე ერთი ახალი პროფესია იყო და მივხვდი რომ საქართველოშიც რაღაცნაირად საინტერესო იყო უკვე. სხვათა შორის აღიქმები საქართველოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფოტოგრაფად. მართალია თუ არა? ძალიან უცნაური. კი, მეც გამიგია ეგ და არ ვიცი ვინც ამბობდა ამას, ეს ჩემთან არავინ მოსულა რომ ეხლა მე არ ვიცი, ფასიც არ ვიცი, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მე ჯერ ერთი თანხაზე ეხაც მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იმდენად кайფია ეს პროცესი, რომ სულ ამბობ რომ მოდი გავაკეთე და მე შევხედოთ. ანუ და სულ გვითვალისწინებ ადამიანი მეუბნება, სულ ეკითხები, აბა რამდენი გაგვთ ბიუჯეტი, სულ მინდა რომ ადამიანური იყოს ეს ყველაფერი და არ იყოს რაღაცა დამკვეთი აი ხუთი ფოტო ეს. არა, ნო, არ შემიძლია ეგ. ძირითადად პორტრეტებს იღებ, ხო? მიყვარს ძალიან ადამიანი ძალიან მიყვარს და მგონია რომ სხვანაირად ეს კამერა პირველად გაჩუქეს თუ აი საიდან პირველად კი. პირველად ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა მაჩუქა კამერა დაბადების დღეზე, რომელიც დიდი ხანი იდო, იმიტომ ამბობ რომ უნდა შეეჩვიო, ყველაფერს უნდა შეეჩვიო. სხვა შორის სპექტრზე მინდოდა მე თქვა, რომ ეხა ხანს ერთ საოცარ ადამიანს ველაპარაკებოდი და მას აღმოაჩნდა სპექტრი. და თავის დროზე ლუკასთანაც რომ მუშაობდი, მაშინ რამდენიმე ექიმმა მითხრა, რომ ის არისო, რა ქვია, შენც რაღაცაო გააქო თორეო, ესეო ადვილათო ვერ იმას იზავდიო ამ ამბავშიო, ანუ ვერ იხარებოდიო კომფორტულათო და აი რაღაცეების მიჩვევებს, რაღაცეების მიმღებლობებს და რაღაცეებზე მეც აღმოვაჩინე და ამ ადამიანს ვისაც ეხა დაუდგინდა დიდასაკში აუტისტური სპექტრი, იმან მითხრა, რომ მე ისი რა არისო, გინდაო ჩემს იმას და წახვიდა და სერიოზულად პირველად ვაჩვენე. სერიოზულად დავფიქრდი რომ მეთქი ალბათ შეიძლება მეც ხო არ მაქვს, იმიტომ რომ რაღაცაების ის ანუ მიმღებლობაზე მაქვს აი დიდი ხანი ხა რატო ყვები ამას რომ ის კამერა რომ იდო მერე მივეჩვიე და მომინდა მასთან და დაიწყე პორტრეტების გადაღებით და მთელი თანავარსკვლავედი გაქვს გადაღებული, თავი რო დავანებოთ ესეც არაცნობილ ადამიანებს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, რა ვიცი, ანტონიო ბანდერასით დაწყებული, მატილდა გვარლიანით გაგრძელებული და ყოველთვის ძალიან დიდი რამე უნდა ჩადო, რომ ესე უცებ გაგიმართლოს, იმიტომ რომ ეს ცნობად სახეებზე განსაკუთრებით ამ ჰოლივუდი და ასე შემდეგ, მათთან ურთიერთობა წამიერია ხოლმე, ანუ ან გაგიმართლებს, ან არა გულისხმობ აი უკვე შეხვედრის მომენტს, მაგრამ მანამ სანამ ამ მომენტამდე მიხვალ, იქ საათებით გახარ და შეიძლება ღამე გაათიო, რომ იქ იმ რაღაცა 3 წამით და იმ 3 წამში ეხა ის რაკურსია, ხო? შეიძლება ძალიან ბევრი ყოფილა ეგეთი რა, რომელსაც ვერ ზდადებ ვერც ის, მაგრამ მგონია მასთან ურთიერთობა და არ ვიცი, აი ალბათ შრომის შედეგად გამართლება არის თქო რა. ნუ გამართლება ეხა ისიც თუ შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ მე ამერიკაში ვარ, ხო? ეხა ვიღაცამ შეიძლება უკეთესად გააკეთოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოვიდა და აუცილებლად ჩამო. შენი ესეთი გამორჩეული ფოტო, აი რომ დააკლიკე ღილაკს და რომ მიხვდი, რომ ეგეთი ჯერ არ არის სხვათა შორის. აი იცი როგორ ფოტოზე მეუბნები შენ, რომ აი მთელმა მსოფლიომ რო იცის, რომ ეს ერთი ფოტო არის ამ ადამიანის. ან უფრო მეცაც გეტყვი, რომ აი ფოტო რო იცის თელმა მსოფლიომ, რომ მაგალითად საქართველოდან ქართველი ფოტოგრაფის გადაღებულია ეს ფოტო. არის ეგეთი აი მაგალითად აი ავღანელი გოგო, რომელიც არის ყველაზე ხო ესეთი. აი ეგეთი ფოტო ჯერ მე არ გადამიღია. მოდი ვისაუბროთ, დავიწყოთ საუბარი ცოტა ემიგრაციაზე, გარდა ფოტოგრაფიისა და შენი სპეციალობებისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს გადაცემა იწერება, არის ემიგრაცია და ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რატომ ხარ ემიგრაციაში? და რამდენი ხანია რაც წამოხვედი უკვე როგორც ემიგრანტი ამჟამად. ემიგრანტი. არ არის მარტივი თემა, ეხლა პირდაპირ გეტყვი. დაეშვი ეხლა ფოტოგრაფიიდან უცებ ჩამოგაგდე. ხო, სადღაც სათამჯეროდ. ცოტა არა, ბევრად სევდიანიც არის, იმიტომ რომ მე საქართველოში ყოფნის, მე იმდენად მიყვარს საქართველო, რომ იქ ყველაზე ბედნიერი ვარ იმ მიწაზე, იმიტომ რომ ის ენერგია რაც მიწიდან მომდის, ეგეთი არსაიდან არ მომდის. სხვაგან მართლა ჩემი მოძღვარი მეუბნება, რომ სხვაგან მოწყვეტილი ხესავით ხარ და რთულია რომ ფესვები გაიდგა და ნუ მაგაში ვეთანხმები, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე ყველა ადამიანს უნდა უკან დაბრუნება თავის მიწაზე, ხო? აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ რაღაცნაირად ბოლოს ისე მოხდა, რომ სადაც მუშაობდი და რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი თითქოს ჩამოიშალა. და ამაში მე არ ვიყავი დამნაშავე. ალბათ მეც ვიყავი დამნაშავე და ალბათ ის ადამიანებიც, მაგრამ ძალიან ბევრი გულის ტკივილი განვიცადე, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი. და მივხვდი, რომ
ჩემო მფარველმა ანგელოზმა ეს მოაწყო თქო, რომ მე გამართლებას ვეძებ ადამიანებშიც, გამართლებას ვეძებ, რომ არ მინდა არავინ დავადანაშაულო, მაგრამ ზუსტად ვიცი, სად მეტკინა, რატომ მეტკინა და ასე შემდეგ, ხო? ნუ, ბევრი რამე მეტკინა ერთი სიტყვით, პლუს სახელმწიფოებრივათაც რაც ხდებოდა და ეს აქციები 24 საათი და სულ იქ პარლამენტის წინ და პლუს კიდე ამ ყველაფერ რაღაცა ბურუსში გაჩნდა ძალიან დიდი ნათელი სხივი, რომ მე მივხვდი, რომ მამა გავხდებოდი მალე და ხო, რაღაცა ყველაფერი ისე სეპარულის ისტორია იწერებოდა თან პარალელურად ამ პერიოდში აქციებს. და გადაწყდა რომ აქ ჩამოსულიყავი. სიმართლე გითხრა რომ ჩამოვედი, არც ფიქრობდი რომ დარჩენილიყავი. მე იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ჩემ შულთან ერთად იქ ყოფილიყავი. მარტო ჩამოხვედი თუ მეუღლესთან და შულთან ერთად? ერთად. აქ გაჩნდა, ჩემი შვილი აქ გაჩნდა. და მინდოდა რომ მე უკაცავსულიყავი. მაგრამ კიდე ამაზეც დავფიქრდი, რომ აი მე რამელის იქ. შეიძლება ესე ძალიან ბევრ ადამიანს უყვარვარი ის, მაგრამ შინაგანი ჩემი უკვე რაღაცა სიცარიელე მქონდა, იმიტომ რომ ის ადამიანები ძალიან მიყვარდა და გულით და ორგანიზაცია დაიხურა ის, იქიდან წამოვედი, აქედან წამოვედი, მივხვდი რომ შიგნით ცარიელი ვიყავი უკვე და მომინდა რომ იქ აღარ მომინდა გაჩერება რა. რაღაც პერიოდი აღარ მომინდა, იმიტომ რომ ამას წლები უნდა. მე ძალიან რთულად მიშუშტება ისინი, რა ქვია. ჭრილობები. ძალიან რთულად მიშუშტება ჭრილობები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ანუ ეს არ იყო რამე ერთი კონკრეტული ფაქტი, უბრალოდ რაღაცებს დაემატა აეწყო რაღაცა ერთმანეთზე აეწყო და გადავწყვიტე რომ შემეცვალა, ყველაფერი შემეცვალა და ეხლა მართლა ანუ ისეთია არ მიყვარს ხოლმე ეგეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ნუ რაღაცა მომინდა რომ ეს გამიზიარო. თუმცა მადლობა ამისთვის, თუმცა დღეს აქ ხარ მარტო და მეუღლე და შვილი არიან საქართველოში და პატარა თან და დარწმუნებული ვარ ძალიან რთულია აი ამაზე მოგვიყევი და დღეს ურთიერთობაზე ასე ვთქვათ ეს ყოველდღიური ტელეფონზე ხარ ჩამოკიდებული თუ რა. თან მე ვარ ძალიან არა ონლაინ ადამიანი. აი არა ონლაინ ადამიანი და თავის დროზე, როდესაც მე პირველად წავედი საქართველოდან, ყველას გონია რომ მე ძალიან ცივი ვარ, აი ამიტომ რომ ოჯახის წევრებსაც კი რო ხშირად არ ვრეკავდა რაღაცა. იმათმა არ იციან, რამხელა ტკივილია შენთვის, როდესაც ხარ შორს და ყველაფერს აკლდები აბსოლუტურად. აკლდები, მე არ ვარ არავის ქორწილში ნამყოფი, არავის ფაქტურად დაბადების დღეზე. არასდროს არსად არ ვარ ნამყოფი, გარდა საკუთარი მიზნების და საკუთარი შრომა, იმიტომ რომ არ იყო, არც ჩემ ოჯახს არ ქონდა თავის დროზე იმის საშუალება, რომ ესე რაღაცა დაჯექი 1-2 თვე არაფერი არ გააკეთო, მაგრამ მე ამაში არავის არ ვადანაშაულე. მე ხვდი ეს ცხოვრება არის. მაგრამ მე რატომღაც ჩემს თავზე ავიღე ეს ყველაფერი. აი ეს რაღაცებს რო იღებ შენს თავზე უკვე მე შენ გიწევს ბევრ რამეზე უარის თქმა. რაც შიგნით ძალიან განგრევს პიროვნულად. ეხლა მით უმეტეს ძალიან მინდა რომ ჩემ შულთან ვიყავ. აი იცი როგორ მინდა, ძალიან მინდა, იმიტომ რომ ეხლა მამას რო ონლაინ გაიგებ პირველად ეს ძალიან რთულია. აი ურთულესია, მაგრამ თან 51 წლის ასაკში როდესაც გადავწყვიტე რომ ესე იყოს. პირველი შვილი ყოლოდა. პირველი შვილი მყოლოდა და ხო, მაგრამ რა ვიცი, აი ესეც ის არის რაც უნდა გაიარო, უნდა გაუძლო. ადამიანები არიან, სხვათა შორის მე თითოეული ემიგრანტის მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მათი ისტორიები არის ჩემთვის ძალიან დიდი ძალა. იმიტომ რომ ადამიანები არიან ეხაც აი ბურჯლავს ხოლმე 12 წელი, 15 წელი, 20 წელი არ ყოფილა ოჯახი არ უნახიათ და ყველაფერ დღე და ღამე იმ მოტივი აი როგორც ჩამოვიდნენ წარმოგიდგენ ამდენი წლის უკან დღემდე და შეიძლება ძალიან ბევრ საბუთი არა აქვს, მაგრამ ისინი არ წუწუნებენ, არ იმაშუებიან, ანუ აი მუდმივად გაძლიერებენ. მე ძალიან მიმართლებს. მე სულ ამბობ, რომ სულ კარგი ქართველები მხვდებიან, სულ წარმატებულები მხვდებიან და სულ ისეთები მხვდებიან, რომლისგან შემიძლია ავიღო ინსპირაცია და მითხრას, რომ შენ არ ხარ მარტო და მეც მინდა რომ ყველა ადამიანს უთხრა, რომ არ ხარ მარტო და მე თუ რამე შემიძლია სხვანაირად აბა როგორ? არ გავცვლი სალსაკლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და როგორ გესმის ეს სიტყვა? ნახე, ემიგრანტებს კიდე მადლობა იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი არის ელჩი ქვეყნის რა. შენ რო გაგიცნობს ადამიანი აქ და მოიხიბლება შენი პიროვნებით და დაინტერესდება საიდან ხარ, ეს არის უკვე აი სალიკლდეების არსად გაცვლა და ამდენ ადამიანს ჩვენ სიგვი რომ უნდა იმ ქვეყანაში წავს. ჩვენ სინამდვილეში ძალიან პატარა ვართ, ხვდები? გუშინ ჩაინათაუნში ვიყავი და იმისი რა ქვია, ყველა მაღაზიაზე ძალიან დიდი პოსტერები იყო მატილდა გვარლიანის. ეხლა ეს როგორ შეიძლება ხო? აქეთ ჩაკვარცხელია იქეთ ეს MMA აქეთ ის ანუ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ რომელიც აი მუდმივად ვამაყობთ ამით რა და ამ ადამიანებს ეხა ეს მარტო ვინც ძალიან გამოჩნდნენ მაგრამ ყველა ემიგრანტი ვინც წასულია საზღვარგარეთ
და როგორია მას რომ ის არაფერს ქვეყნისთვის არ აკეთებს და მარტო მოხუცულის ან რაღაცა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ 15 ადამიანმა გაიგო ქვეყნის და სინამდვილეში ჩვენ 3 მილიონი კი არ ვართ. უკვე მილიონები ვართ, იმიტომ რომ ირგული აქ ეხა ამერიკაში მანჰეტენზე ხალხი მხვდება და მელაპარაკება საქართველოზე, როგორ ოცნებს რომ საქართველოში მოხდეს. იმიტომ რომ გუშინ ან ნიკა გაიცნო და ნიკასგან გაიგო, ან შენ გაგიცნო, ან მე გამიცნო და ამაზე დიდი მაგარი რამე რა არის? ბევრ ბეჭედს ხედავ ქართული ორნამენტებით რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. ეს არის, ესე იგი, ჩემი დიზაინები და აქ არის სულ ქართული ამბები. ქართული ანბანი სპირალზე. ეს ერიანია ბავშვები, ეს არის მზე როგორ ჩადის მთებში, ეს არის ნაკაწრები თუშური და ხევსურული. აქ მოიცადე. ოიო! ნახე? მამაო ჩვენო. რომელიც ეს ხელს რო უსმევ გზნობ და სულისა. ეს არის ტაოკლარჯეთი და ანუ ეხლა ის თქვა მინდა, ეს არის ჩემი დიზაინები და მყავს ერთი საოცარი ადამიანი. რომელსაც მე ოქრომჭედელი, იმიტომ რომ მომწონს სიტყვა ოქრომჭედელი, ის მეუბნება რომ არა ვარ მე ოქრომჭედელი, იუველირი ვარ და ეხლა თუ არჩევანზე მიდგა, ოქრომჭედელი ძალიან მოწონს ვასკა, რომელიც ამას აკეთებს მე, იმიტომ რომ საოცარი ხელია. ჩემი მიზანი ნაკეთის არის ის, რომ ქართული რაღაცა დეტალები, რომელიც მე მაბედნიერებს, იმიტომ რომ მე სულ მომხმარებელი ვიყავი ვერცხლის და მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი შევინახო ქართული და თან მე თვითონაც ვიყო ამის მომხმარებელი თქო და პირველ რიგში შევქმენი ჩემთვის, მაგრამ მე ადამიანებს ეს იდეა ძალიან მოეწონათ და ის აქნეს რა ქვია, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანს ახარებს და აბედნიერებს და ძალიან მიხარია რომ ესეა, მაგრამ ეს კიდე ეს ბეჭდები რომ შევქმენი, მოგიყვა ეგ ისტორია? კი. ჩემ ერთმა მეგობარმა გიორგი გძელიშვილი, რომელიც საოცარი ფოტოგრაფია, დაწერა ერთხელ რომ ზაქარიასთვისო ფულს ვაგროვებო რომ კამერა იყიდოსო. რატო დაწერა არ ვიცი და უცებ ანუ მე არ ვიცოდი ეს დაწერილი ქონდა ეგეთი პოსტი და თან ისიც სულ მერიდება ხოლმე, ხა თლათ რომ კამერა მინდოდეს მართლა ვერ დავწერე ხა, იმიტომ რომ რავი ძალიან მერიდება და ის არის რა ქვია, დაწერა ეგეთი პოსტი და უცებ ხედავ რომ ჩემს ბანკის ანგარიშზე ირიცხება თანხები რა და ვერ მივხვდი საიდან ირიცხება და მე კიდე ახლობელმა მომწერა რომ იცი გიორგიმ დაწერაო რომ კამერისთვის ფულს გიგროვებსო და თან მეთქი ამ გადავირე მივწერე გიორგი მეთქი ეხავე აიღა მეთქი ძალიან მერიდება რაღაცა და ნუ რაც მოვასწარით ესე იგი იმის პოსტის აღება და რაღაცა და იმაც ვერ გაიგო რატო უნდა აეღო და რატო დაწერა ის ვერ გავიგეთ, მაგრამ ნუ მაინც და მადლობა გიორგი ამისთვის შენ და მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება იცი რაში იყო რომ თანხები იცი როგორი თანხები იყო ჩარიცხული ლარი, 2 ლარი, 3 ლარი, 5 ლარი, ლარი, 2 ლარი და 800 ანუ სადღაც 800 ლარამდე შეგროვდეს. ხვდები რამდენ ადამიანს უყვარვა, რომ რამდენ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რაც ქონდა 2 ლარი ქონდა და 2 ლარიდან ლარი მე ჩამეწყა. ნუ აი ძალიან მოგიძინებს და ეს თანხა რაც დარჩა გიორგი გადმომირიცხო და მეთქი ეხა უკან ხო არ გადაურიცხავ ამ ხალხს, იმეთმა ხო კეთილის სურვილი და მეც გადავწყვიტე რომ ამ კეთილის სურვილით ვიფიქრე რომ რამე რო გავაკეთო თქო და ავდექი და პირველი ან ვერცხლის ეს ამბავი რაღაცა რო იყო, ის თანხა ჩავდე ამაში. და ეს ნაკეთი კიდე 10 მაგათ უფრო მიყვარს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანის რაღაცა აი კეთილის სურვილის მერე ამ ენერგიას ატარებს და პრინციპში ეგრეც არის ხო? პატარა ისტორია. არა მაგარია. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს. ეს პროფილი კაი მაქვს. რაღაც იოგურად კი დაჯექი, მოდი ბარემ იოგაზე მოგვიყევი. საიდან? იოგაზე მყავს ძალიან კარგი ტრენერი. მე მქონდა აი ამ პროფესიებში და ამ შუალედებში და თერაპიებში კიდე ძალიან რთული პერიოდი, როდესაც მქონდა ეს შფოთვითი აშლილობა. 2 ადამიანი დამეხმარა ამაში ძალიან. ერთი ჩემი მოძღვარი და მეორე სხეულის მოძღვარი იოგა. ამაზე მოგვიყევი მთავარი კრიზისი, როდის ქონდა ცხოვრებაში, ან ეგზისტენციალური კრიზისი თუ შეიძლება უწოდოთ მას და როცა მიხვდი რომ ფსიქოლოგის კაბინეტში საჭირო იყო რომ ამოგეყო თავი. ფსიქიატრის. პირდაპირ ფსიქიატრის. ფსიქოლოგი რასმიშველი და გურულს პირდაპირ ფსიქიატრი. მე ძალიან კარგად მესმის ჩემი სხეულის და ძალიან მალევე მომიწია ფსიქიატრთან მისვლა. იმიტომ რომ მაღალი წნევები მქონდა, შფოთვები მქონდა, შიშები მქონდა. სიმართლე გითხრა დღეს უკვე რომ ამ მდგომარეობიდან გამოვედი და დავდივარ მარტო და ტელეფონი არ მაქვს დატენილი და წამლებით არ მაქვს ჩანთა სავსე, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა და ეს არის აი ესეთი ნაკრების დამსახურება. ენერგიები, რომელსაც ვგზნობ და ძალიან გამტარი ვარ თითოეული ადამიანის პრობლემა და განსაკუთრებით ის სფეროები, რაც მე მოგიყევი, რომ ამ ისტორიების მოსმენა ეს მარტივი არ იყო. შენ გონია რომ ბავშვები კი და ასევე
ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ეს თითოეული ისტორია გადმოდის შენზე, პლუს ასაკი, ყველაფერი ერთად, თან მე ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ სულ მინდა ხოლმე რაღაცა სიყვარული გავცე და ადამიანების გვერდში დავდგე და კარგი ვიყო და ხშირად არ არის ხოლმე ესე აღქმული ეს ყველაფერი და მე რაღაცნაირად განგრევს და მე ვერ ვივიწყებ ხოლმე ანგრევებს და ყველაფერი ისე დაგროვდა, დამწიფთა, რომ გასკდა. თავად ფოტოგრაფს მთავარი კადრი რა გაქვს ცხოვრებაში და ეს კადრი ბედნიერებასთან ასოცირდება თუ ტრაგედიასთან? ჩემთვის თავარი კადრი ამ ეტაპზე, ჩემი შვილის პირველად რო დავინახე და რომ ვერ თვალების გახელა არ მინდოდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იქნებოდა. აი რანაერი იქნებოდა, რომ ვერ ხვდებოდი და ეს რო დავინახე. მაგრამ მე იყო კიდე ეგეთი ამბავი. ესე იგი, ქუჩაში გამოვედი თბილისში და ანუ რაღაცა ესე ზურგით ვიდექი და აი რაღაც ვიგრძენი, რომ რაღაცა ძალიან ძლიერმა ჩამიარა რა. იმდენად ძლიერად ჩამიარა, რომ მართლა მეგონა, რომ რაღაცა დიდი მანქანა რაღაცა იყო და რომ მოუბრუნდი. არანაირი, აი ფოთოლიც კი არ იძრო და ნიავიც კი არ იყო. გვერდზე ჩამიარა ასაკიანმა კაცმა თეთრი წვერით, ესეთი დიდი ანაფორა ეწვა და ხის ჯოხით ხელში და ნუ გადავირი ამ ადამიანზე და ძალიან მომინდა რომ მივსულიყავი და მეთქვა, იმიტომ რომ მეთქვა რომ აი ვინ ხართ, ან რაღაცა რომ გამეგრძელებია მასთან ურთიერთობა. რაღაცა ძალამ არ მიმიშვა მასთან ახლოს რა, ანუ ეხა სასწაულია ეს ალბათ რასაც ყვები, მაგრამ ეს ნამდვილად ესე იყო, იმიტომ რომ ეხა მე მით უმეტეს ფოტოგრაფს არ მაქვს ხოლმე პრობლემა თუ რამე მინდა კადრისთვის, აი მაგ დროს არაადეკვატური ხდები, მაგაზე ვსაუბრობ. და ვერ მივედი, უბრალოდ ვერ მივედი ახლოს, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეთქი მისი სახე რომ მაინც დამრჩეს, მეთქი გავიქეცი ძალიან შორს და დაახლოებით გავთვალე მისი ტრაექტორია, სად გადმოვიდო და დავდექი რომ მეთქი აი სახე გადავიღო. და თან ისე დავდექი რომ შემეშინა რომ არ დამინახოს მეთქი კამერით, იმიტომ რომ რა სმიზამ და რა ვიცი, მაგრამ აი რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა და ჯოხი არ გადამარცხეს. კამერაში რომ დავინახე რომ სახე აწია, ანუ პირველი რაც გააკეთა სახე რომ აწია, პირდაპირ კამერაში შემომხედა ესე თვალები და დავწიე კამერა რა, ანუ ინსტინქტურად, ოღონდ იმდენად შორს ვიყავი რომ აი ხო ხდე. და იმ წამსვე ეს ისა რა ქვია, გადავწერე. მიკროფონი მომძრა. მე თუ შემეშინდა ისეთ ამბობ. ეს ისა რა ქვია, კადრი ეგრევე გადავწერე ტელეფონში, იმიტომ რომ ჩემს კამერას არ მაქვს საშუალება, გადავწერე ტელეფონში და დავდე და დავწერე რომ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შემიძლია ეს პოსტი ნახო, რომ ხალხო ვინ არის, ხო არ იცით, ან რაღაცა ძალიან მინდა ამ ადამიანის ნახვა. და დაიწყო და რა დაიწყო, იცი რომ ხალხი წერდა რაღაც სასწაულებს წერდნენ, რომ აი მე ვიცი ეს მამაო, აქ იმას ლომისაზე მსახურობდა, ვიღაცამ თქვა რომ ბოლნისში იყო, იქ იყო, აქ იყო და ყველამ წერდა სხვადასხვა სახელს, ყველა წერდა სხვადასხვა ტერიტორიას და კიდე უფრო დაუწმუნდი იმაში, რომ ეს კაცი არ არის ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანი, იმიტომ რომ ამდენი სახელი, ამდენი წოდება და ამდენი ტერიტორიაზე როგორ შეიძლება იყოს ერთი და იგივე დროს. მე ინბოქსში წერდა ადამიანები, რომ აი ხა მის მართლა სასწაულებს წერდნენ, რომ აი მაგალითად იყო ეგეთ რომ შვილი არ მყავდა და შვილი მეყოლა, ბავშვი ჯამრთელი არ იყო და გამოჯამრთელდა და ასე შემდეგ. საოცრებაა როცა ადამიანს ამისი ჯერა, ამაზე მაგარი არაფერი არ. მე მოხდა ეგეთი რომ მეორე დღესვე, აი ისევ ამ ბავშვთა სახლებზე რომ საუბრობთ და რაღაცა მოხდა ესე რომ მეორე დღეს მითხრეს რომ ერთ-ერთმა მე ტრანსფორმერებს ვეძახი ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ჯგუფიც ყო და ტრანსფორმერები შევარქვი თავის დროზე და ერთ-ერთმა ტრანსფორმერმა მომწერა რომ მეო ვიციო ეს მამაო ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ცხოვრობსო. მართლა აი 15 წლის მანძილზე თუ კი სადმე რამე მსგავსი დაწესებულება არსებობს, ყველაფერზე ვიცი ან ნამყოფი ვარ. და ეს აღმოჩნდა პირველად გავიგე, რომ ლოტკინზე არის ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობენ დედავები და მამაოები. ანუ მართლა არ ვიცი. და მეთქი დარწმუნებული ხარ მეთქი რომ იქ ეგეთი სახლი არის. კიო. და მეორე დღესვე ჩემ მეგობარს ლელას ვთხოვე რომ მეთქი წამიდეთ მეთქი რა იქ თქო. და ამას კიდე მოყვა ისეთი ამბავი რომ კიდე ერთი ჩემი მეგობარი წამოვიდა და ჩემი ძმა რომელიც ჩემი პატარა ძმა ჩემთან ცხოვრობს თბილისში სახლში და მინდოდა რომ ისიც წამოსულიყო, მაგრამ მუშაობდა და მითხრა რომ შანსი არ არისო ვერანაირად ვერ წამოვალ, იმიტომ რომ მუშაობდა, აი რაღაცნაირად გული დამწყდა. და სახლიდან რომ ჩამოვედი ქვემოთ სადარბაზოსთან ჩემი ძმა უკან ბრუნდებოდა და რა მოხდა მეთქი და რაღაცაო დააკენსელეს რაღაც. ანუ აღმოჩნდა რომ ისიც ჩვენთან ერთად მოვიდა. წავედი და შევხვდი საოცარ ადამიანს მამა იოანეს ჯიშკარიანს და რომ მივედი მითხრა რომ აი რისთვის მოხვედიო მითხარიო მკითხეო ესე მეკითხო და მკითხეო და მე ვთხარი
მამა არ მაქვს მეთქი კითხვა თქო, უბრალოდ მეთქი მინდა ცოტა ხანი თქვენს გვერდით ყოფნა თქო, რატო და მოუყევი რომ მეთქი თქო რომ ჩამიარეთ რაღაც ამაზე ეცინებოდა და ნუ მე ვთხარი მე მესმის მეთქი ხარ 100 მეტყვით აბა რომ ამ ხელა ძალას ვატარებ და რაღაც ამას ხო ვერ მეტყვით, მაგრამ მეთქი მე ეს ვიგზენი და მე მეთქი თამამად შემიძლია ის გავაზია რომ დაუფიქრებლად რა არც მიშინია ამისი თქო რა. და ნუ ჩემ მეგობრებსაც კითხა ჩემს მასაც რომ აი რაღაცეები კითხე რაღაცა ეგეთი ამბავი. და მე ამ დროს დავიწყე რომ ინბოქსში ვინც წერდა ამ ადამიანის შესახებ თუ ისე კომენტარებში ვინც წერდა ამ სასწაულებს დავიწყე ამების მოკითხვა, ანუ მოყოლა მისთვის. ვიცით ამან მომწერა თქვენზე, ამან მომწერა, არც WhatsApp-ი ამ ადამიანს არც პასუხის გაცემა, პირდაპირ წაუკითხე ყველაფერი. ნუ კაი, მე წამოვედით იქიდან დავემშვიდობე დაგვილოცა რაღაცა და უცებ რომ გამოდივით ეზოში იყო ეს პატარა ხის რაღაცა სახლივით დგას იქ და მე ვიფიქრე რომ ბავშვების სათამაშო ის არის თქო არ ვიცი ანუ რა ვიცი ადრე საქართველოსაც შევადარე იმიტომ რომ ეგეთი პატარა ხისისა სხვა არ მინახია და მითხარ რომ იმაში შედიო და ნუ მეც დავემორჩილე შევედი და ანუ ძლივ შევედი იმიტომ რომ ძალიან პატარა სივრცეა და იქ იდო ისა რა ქვია პლედი და ქუდი არ ვიცი ეკლესიო ქუდი მივხვდი რომ იქ მისი იქ ცხოვრობდა თვითონ და ნუ ესეც საოცრება იყო ხა იმიტომ რომ ეგეთ რამე არ მინახია და ამ სახლზე იყო გარედან ძალიან ბევრი ხის რაღაცა ესეთი მისინი იქიდან რაღაცა 2 ცალი აიღო ესე ტოტი ესე აი ესო წაიღეო და წამოვედი ძალიან დიდხანი ვფიქრობდი რომ რა მოხდა ანუ რა იყო ეს ყველაფერი და სახლში რომ მოვდიოდი აღმოვაჩინე რომ ის ხის ისინი რაც მომცა დამაჭერია ხელში ჯვრები იყო და მე გამახსენდა რომ იმ შენობაზე გარედან რაც იყო მილაგებული სულ ჯვრები იყო რა ესენი ხის ტოტები ოღონდ ჯვრები ნუ ესე იგი ბოლოს ის მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა იყო დიდი სასწაული და ეს ადამიანი იყო კონკრეტულად მიყავდათ ხოლმე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც ჰქონდა ბავშვებს მიდიოდა და მათთვის ლოცულობდა და მართლა საოცრებებს ახდენდა და მეორე ნახვაზე როდესაც მან წირვა ჩაატარა რასაც მე დავესწარდი ისიც აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა მან მე მაზიარა და მე ძალიან განვიცადე იმიტომ რომ მეთქი მე არც მარხვა დამიცვია არც ის მეთქი არც ახსარება ჩამებარები არასოდეს როგორ მაზიარებ და გაეცინე და მითხრა ჩემ თავზე ავიღებ ამ ყველაფერსო და ნუ არ ვიცი ეგ იყო ჩემთვის მეორე დაბადება იმ დღეს და მე მან მე მაჩუკა ხის თავისი გამოთლილი ჯვარი რომელიც მე გავაკეთე ვერცხლში ეხლა ძალიან მინდა ერთი რაღაცა რომ ეს ადამიანი ცხოვრობდა ბავშვთა სახლში, სადაც ძალიან დიდ დახმარებას უწევდა ამ დედაოს და ბავშვებს. და ფაქტიურად ბავშვები, რომელსაც საბუთი არ ქონდა, ყველა ბავშვი გააფორმა თავის გვარზე. წარმოიდგინე, ჯიშკარიანს, ანუ თავის გვარს აძლევდა. და დღეს მე მინდა რომ იმ ბავშვთა სახლზე გაიგოს ამ ბევრმა ადამიანმა და მე ამ ჩემ ნაკეთში მინდა რომ ეს მისი ნაჩუქარი ჯვარიც დავდო, მისი სახელი დავარქვა. მინდა რომ ამ ჯვრის მისია ეგ იყოს, რომ ადამიანები ვინც იყიდის ანგარიშის ნომერი მივუთითონ ბავშვთა სახლის და მამა იოანე ჯიშკარიანის სახელზე იმ სახლს უერიცხებოდეს თანხა რომ იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს ბავშვთა სახლია მოქმედი საოცარი მამაები დედაები მინდა რომ ადამიანები მიხვიდეთ გაიცნოთ და აი მართლა აი ეს ძალიან მადლობა ამისათვის ეს არის ლოტკინზე არის მაგასაც მე უფრო მოგაწვდი ინფორმაციას იმიტომ რომ მე მინდა რომ დედაოსაც ვკითხო ეს მინდა მე მაგრამ რამდენად მას უნდა ესე რომ ის იყოს მაგასაც ვკითხავ და მაგასაც მამაო გარდაიცვალა. შენი მოძღვარიც ის იყო თუ სხვა მოძღვარი? არა, ჩემი მოძღვარი მან რომ მაზიარა, მე ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა მამა ევდემოზი, რომელიც ასევე სასწაული ადამიანია. ეხა მამა ევდემოზ ვიცი რომ იქ ტექნიკა არ არის ქობულეთის მთებში, ხინოწმინდაში, იქ სასწაულებს აკეთებს, ვენახები გააშენა და დაუბრუნა 400 წლის უკან ცხოვრობდა, იქ ხალხი ნასოფლარი იყო და ის ტერიტორია აღადგინა. მარტო ცხოვრობს იქ. მთელი საქართველოსის ლოცულობს, იმიტომ რომ მე მასთან რო ვიყავი. მამა ევდემოზე ერთი მაგარი რამე უნდა მოგიყვე. უამრავი რამეა მამა ევდემოზე, მაგრამ მას არ უყვარს ხა ამ თემაზე როცა ვსაუბრობ და მე პოსტიც რო დავწერე, მის სახეც ვერ გამოვაჩინე, იმიტომ რომ მეგონა რომ ვერ ნახავდა და მე ვიღაცას მოუყოლია და ერთხელ მითხრა რომ შენო ნორმალური თუ ხარო, ესო რა გამიკეთეო, ქუჩაშიო ხალხიო რაღაცებსო მეუბნებაო და მეო წითლდებიო და ესო რატომ მეკეცი ესეო და მამა ევდემოზე არის ერთი საოცარი რამ, რაც სულ მინდა ხოლმე რომ ადამიანებს მოუყვე, რომ სულ მოიხსენიებს, სულ გელაპარაკება თქვენობით. და სულ ამბობს ჩვენ და პირველად მონასტერში მასთან რო ავედი ამ ტყეში ზემოთ ბოლო წერტილია ჩათვალე ქობულეთს მთები თუ ქონდა ისიც კი არ ვიცოდი მანამდე. საოცარი არის ყველას ურჩევ რომ ავიდნენ მამა ევდემოზს. იქ არც ინტერნეტია, არც ის და აი სულიერი დასო. ეხა შენ რო საქართველოში იყო, გეტყოდი რომ ცოტა ხნით იქ წადიდო. ჭავჭავაძის განდეგილის ეს არის. სასწაულია უბრალოდ და თან რას აკეთებს ეს კაცი მარტო იქ და
პირველად რომ მივედი, სულ მეუბნებოდა თქვენ და სულ მეგონა რომ მარტო არ იყო და ვიღაცა შემოვიდო და ეხლა შიგნით რა და რომ მითხრა ბოლოს რომ ეხლა შენ იქ დარჩები და თქვენ და ჩვენ თუ რაღაც ესე ვერ ვკითხე რომ ამაო თქო თქვენებს იმიტომ რომ რაღაც ნაწილის მერე ხო ადამიანს შეიძლება შენობით რო ეკითხები ხო ნუ ლოგიკურია და მე ვთხარი თქვენ და ჩვენ რას ნიშნავს მეთქი და იცი რაო მითხრა რომ შენო ხო შენი ფარველი ანგელოზი ყავსო მეთქარი ხო გჯერაო ამის მეთქი კი მეც ხომ ყავსო მაშინ როგორ იქნები შენ და მეო ხო ესე იგი ხარ თქვენ იმიტომ რომ მე ვაღიარებ და ვხედავ და ვარ ჩვენ იმიტომ რომ მე ვაღიარებ და რომ ისიც იყოს ძლიერი და დაგიცვას და დამაგარია თქვი ანუ თქვენ და ჩვენ რომ ადამიანებმა ყოველთვის ესე ველაპარაკოთ ერთმანეთს იმიტომ კი არა რომ მარტო კულტურის ფორმა არის შენს ანგელოზს რომ ხედავ თქვენსას და ჩემსასაც ჩვენსას ხო და მამა დემოს რა ვიცი აი ყველას ურჩევდა განსაკუთრებით ძალიან ბევრი ადამიანი იქ რჩება მასთან მონასტერში რომელსაც აი პრობლემები აქვს სულიერი პრობლემები აქვს ან დამოკიდებულია რაღაცეებზე და იქ არანაირი ტექნიკა და არაფერი არ არსებობს ჩათვალე რომ ხალ შენ თავთან ერთად ღმერთთან მარტო და მასთან ერთად, იმიტომ რომ ის გამტარია და აი ძალიან დიდი დახმარებაა და მე ძალიან დამეხმარა ჩათვალე რომ იქ ავედი მოუკვდი და სხვა ადამიანი დაუბრუნდი იქედან რა და მერე გავიგე სხვათა შორის აი ამ ყველაფერი ამბების მერე გავიგე რომ ბავშვს ველოდებოდი და რა ვიცი აი ყველაფერი ერთად რაღაცა მადლობა სამყაროს ფოტოების ენერგიის თუ გჯერა ენერგეტიკის და ანაი ჯადოების მე თუ სასწაულის მჯერა კარგი მიმართულებით ასევე მჯერა ცუდი მიმართულების აუცილებლად არის და აკეთებენ და არის ხოლმე აი მაგალითად ხა ჩემი ბავშვის ფოტო დიდი ხანი არ უნდა დედა ჩემი არ დადო ანუ პირიქით ვეუბნები როგორ არ დავდო ყველაზე ბედნიერი ვარ მინდა რომ გავაზიარო სხვა ადამიანებს ვეუბნები მაგას რომ დაადეთ გააზიარეთ და მე არ დავდო რას ნიშნავს თვარესკე რო იყვნენ მეცნიერები გაფრენილები და დედამიწის ფოტო რო გადაიღეს სიამოვნებით თუ გადაიღებდი მსგავს ფოტოს და რეალურად თუ მიგაჩნია ეს რომ მოხდეს როდის მე თუ არ ხარ კოსმოსის მოყვარული იცი რა მე ძალიან მიმაჩნია სხვათა შორის მე მალე ველოდები რომ გამოაჩენენ ამ უცხო პლანეტელებსაც სხვა სამყაროს შვილებსაც იმიტომ რომ მე ვფიქრობ უკვე რომ ადამიანის ცნობიერი უკვე მზად არის ამის მიიღოს ეს ინფორმაცია რასაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხანია ბევრი რამის მალავე იმიტომ რაღაც თაობები არ იყო ამისთვის მზად, მაგრამ ეხა ეგ ყველაფერი იქნება. რაც შეეხება მთვარეზე წასვლას და გადაღებას, ეგეც მე მჯერა, მიუხედავად რომ 51 წლის ვარ, იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიურად რაღაცეები, რომ გუშინ მაგალითად მანჰეტენზე ვნახე, გატესტეს პირველი საჰაერო ტაქსი, ნახე? ეს რო უკვე შემოდის კი გავიგე. გუში გატესტეს ნახე ვიზუალ. ამიტომ ეს იმას ნიშნავს რომ ზეგ რომ მთვარეზე წავიდეთ, ანუ ეგ კადრი რაც ეხლა არის ესეთი ისტორიული, ეგ ყველას შეგვიძლია ტელეფონით გადავიღოთ მალე და მე ამის მართლა მჯერა გულწრფელად ეხლა არანაირი ფანტაზია არა. სიმაღლის არ გეშინია ყოველ შემთხვევაში. ნუ ეხლა ეგეთი სიმაღლის სადაც უწონადობაა და მე ამიტანს ეხლა გალაქტიკა ჩემი წონით. სადაც იოგა გიტანს ეხლა როგორღაც. ადამიანი რატო ცდილობს რომ დაუვიწყარი გახდეს? და ფოტოც ხო ერთგვარად ნუ ბუნებრივია გადაადრჩება და დაუვიწყდეს ხდის. აი ეხა ნახე, აი დღეს რასაც ვუყურებ, აი ეხა ამ წუთას რასაც გადავიღებ, ხო? ეს უნიკალურია. იმიტომ რომ 10 წლის მერე აქ აბსოლუტურად სხვა რამე დახვდება იმ თაობებს და უნახავ. ყველაფერი არის არქივი, რაც თუნდაც ერთი წუთი. კი, და ამიტომ ფოტოგრაფები სულ ამბობ ხოლმე, რომ ხალხო გადაიღეთ პირველ რიგში თქვენი ოჯახის წევრები, ყველა სიტუაციაში, ბებიები, ბაბუები, ძალიან ბევრი ქვაზე, გურიაში, ჩემი გადაღებული ფოტოებია გადიდებული. ეს არ არის სასაცილო სინამდვილეში, მაგრამ ესე მოხდა, იმიტომ რომ ადამიანების გონიათ, რომ ის ყოველთვის იქნება და მე ხა ვისურვებდი, რომ მამაჩემის ძალიან ბევრი ფოტოები მქონდეს მაგალითად, მაგრამ იმიტომ რომ ის რაღაცა ძველი ალბომები რაც იყო, იმიტომ რომ მაშინ მოდაში იყო, ინახავდნენ. გახსოვს პირველი რომ მიდიოდი ოჯახში, რასაკეთებდნენ, გაძლევდნენ ფოტო ალბომს ათვალიერებდი. გურიაში ფოტო ალბომს გაძლევდნენ თხილს და არახს და ნარდს გამოგიტანდნენ, რომ ეს ამითი გაერთეს, სანამ საჭმელს გავაკეთებთ, ხო? კადრში სიმეტრია უფრო ხიბლავს თუ ასიმეტრია? ვაიმე, სიმეტრია, ასიმეტრიაზე. ასიმეტრიაზე მე ეგრევე. ასერჩი ზოგჯერ. არა, სწორი, ნახე, ასიმეტრია შეიძლება იყოს სწორ სიმეტრიაში. მაშინ კი, როდესაც იმაში ზის ასიმეტრიაც რო სიმეტრიაში აუცილებლად კი არის შენ შეგიძლია დაარღვიო წესი მაგრამ თუ იცი წესი მერე დაარღვიო მაგრამ პირდაპირ ასიმეტრიულს მაჩვენებ რა ხა ზღვარო გადმოდის იმიდან ჰორიზონტიდან და მეუბნები მოგწონს თუ არა ვერ მომეწონა იმიტომ რომ არ უნდა გადმოდიოდეს ტრაგედიებს ისე აი ფილოსოფიურად უყურებ თუ ძალიან ძიმე თავი ქვა ჩვენ ვართ სარკეები და რასაც ჩვენი გონების როგორ თქვა ანუ
ანარეკლია ყველაფერი რაც ჩვენ ირგვლივ ხდება რა და არ ვიცი რატო შეიძლებოდა ცხოვრებაში რაღაცა მომხდარიყო მძიმე რატო ავირეკლე ეგეთ რაღაცა რატო ჩავაგდე საკუთარი თავი ამ გამოცდაში მაგრამ ეს მოხდა მაგრამ ჯერა რომ ყველა გზა უნდა გავიარო და რაღაც გვაკაჟებს რა, რაღაც ცხოვრება გვაკაჟებს. მაშინ აქვე გითხავთ ჩვენი ქვეყანა რა სირეკლავს დღეს და რა ანარეკლში ვცხოვრობთ. დღეს. მე ძალიან გული მტკივა ანარეკლში რაშიც დღეს ვართ და ყველაზე მთავარი ანარეკლი ალბათ მე დღეს ბევრჯერ ვახსენე არის რომ პირველ რიგში იპოვოს საკუთარი თავი, მერე ზუსტად იცოდე რა გინდა და მერე უკვე აი ეს ორი კომპონენტი როდესაც გააქვს, ეგ არის სიძლიერე, მაშინ გიყვარს სხვანაირად შენი ქვეყანა, შენ გვერდში დგომაც. აი შიშმ პირებზე და იმაზე რომ ვისაუბრეთ, არ არის მაინდა-მაინც აუცილებელი რომ შენ ყავდეს სახლში რომ იმისი პრობლემა დაინახო და აი ქვეყანას დღეს რა მიმართულებაც აქვს ადამიანები აღარ აი ღობეებზე რო ვილაპარაკეთ ღობეები ადრე იყო გამჭვირვალე მეზობელი ყველა ერთმანეთს ხედავდა და სხვანაირი სიყვარული ქონდათ ეხა ყველამ გალავნები ამოაშენა და თითქოს ჩემი სახლის გარეთ შენი სახლი არ არის საინტერესო დაახლოებით ეგ ანარეკლია დღეს რა ძალიან სამწუხაროა და ეგ არასოდეს არ თან პატარა ქვეყანა ყოველთვის უნდა იყოს აქაც თუ იქაც ნებისმიერ ადგილზე ერთმანეთის სიყვარულის გარდა სხვა ეხა შეიძლება ისეთი ნათქვამია, ასეთი ნათქვამია, მაგრამ მართლა ესეა, მე ესე ვცხოვრობ რა, ეხა თქვენ თუ არ მიყვარხართ, ანუ მაშინ წავიდე და იმას უთხრა მიყვარხარ, რომ აი როგორი არასწორი ვიქნები, მიხდი? და პირველ რიგში, ხო, და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არ დაგავიწყდეს, აი არ დაგავიწყდეს არასდროს რაზე იდგა ქვეყანა და ვინ ვიყავით უბრალოდ, ეს არ შეიძლება დაგავიწყდეს არანაირად. ჩემი სიამაყე მარტო ის არ არის რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და პირსული, არა, რა გზას გავდივართ, ხო? არაჩვეულებრივი რუკა. ხო, რუკა არის, კი, თავისი ყველა მე არ მიყვარს ეს ადგილები მოკვეთილი რო აქვს და ოკუპირებული რაც არის რა. მე მთლიანად ხედავ და კიდე უფრო დიდია, იმიტომ რომ რაც იყო ადრე ნიკოპსიიდან დარუბანდა, ხო? და ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი პატარა პრინცი. Le Petit Prince. ბოლო კითხვა, როგორ ფიქრობ, როდის დაბრუნდები საქართველოს საცხოვრებლად? არ აღჭირდება ამისთვის. როდის დავბრუნდები? მამაშვილი რომ იყოთ ერთად თუნდაც. ეს დამპლური კითხვები საიდან მოგაქვს ხოლმე, ანუ წინასწარ ფიქრო? ეხა მაყურებელი. თუ გამოიწერე ეს კითხვა. ბაიშ. მალე. ყავდეს არ კითხავთ, მაგრამ ძალიან მალე. ასე არის და კითხვას თავი. კარგი, მე ჩემთვის შემოინახე და ღმერთს ვანდოთ ეგამბავე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამითმეთ, რომ ძალიან საინტერესო იყო შენთან ინტერვიუ და გისურვებ შენი ოცნებების ასრულებას ნებისმიერი რა კეთილი სურვილი, რაც კი შენს თავში მოიხარშება, აგისრულდეს და ერთ დროს საქართველოში, ბედნიერ საქართველოში შეხვედრილიყავით ერთმანეთს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, იმედია საინტერესოდ გაატარეთ ეს რომ მე გემშვიდობებით ერთი კვირით, თქვენ კი არ დაგავიწყოთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, სადაც ამ გადაცემის სრული ვერსიები იდება. დროებით.